ამ ვიდეოს ქართველების უმეტესობა დიდი ხანია ელოდება და აი ისიც. დღეს ვისაუბრებ G გენეტიკური კოდის პროცენტულ გადანაწილებაზე მთელს მსოფლიოში. და რაც მთავარია ამ ვიდეოს უყურეთ ბოლომდე. რატომ? იმიტომ რომ ერთი ისეთი ქვეყნის სახელს მოისმენ ამ სიაში, რომელსაც ნამდვილად არ ელოდებოდი. რაც შეეხება ჩამონათვალს. მოდი დავიწყოთ. პირველ ადგილზეა და ამ სიას ხსნის საქართველო 53%-ით. რასაკვირველია, ლოგიკურია ეს ყველაფერი. საქართველოს მოსახლეობის 53%, ხოლო ქართული გვარების 65% ატარებს იმ გენს, რომელიც მოდის ჩვენი ისტორიული და ბიბლიური წინაპრისგან, თუბალისგან, ვისაც ამ ყველაფრის არ სჯერა და თავისი წინაპარი მაიმუნი გონია, მიმართოს ფსიქოლოგს საწყის ეტაპზე, ან იქონიოს სარკე, რათა ჩაიხედოს ხოლმე მასში დილა საღამოს. ვაგრძელებთ. მეორე ადგილზეა ჩვენი მეზობელი ქვეყანა თურქეთი 13%-ით. G გენეტიკური კოდის მატარებელი ხალხის ძირითადი ნაწილი შავი ზღვის სანაპიროზე და ქვეყნის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე ცხოვრობს, რომელიც ისტორიული ტაო-კლარჯეთი, მესხეთი და ლაზეთია. ანუ ამ 13%-ში შედიან ძველი ტაოელები, მესხები, ლაზები, პონტოელი ბერძნები, რომელთა უმეტესობა ასიმილირებული ქართველები არიან, ასევე ჰემშინები, რომლებიც გენეტიკურად ქართველები არიან და არა სომხები. მესამე ადგილზეა ირანი 11%-ით. ირანის ტერიტორიაზე მაზანდარანის, გილიანისა და ზაგროსის მთიანეთში, ლურების ტომში დიდი პროცენტით არის G გენეტიკური კოდი. ისინი რასაკვირველია ქართველები არიან და ამ რეგიონებში, ვინც გენეტიკურ ტესტირებას იტარებს, უმეტესობას G გენეტიკური კოდი ამოსდის. მეოთხე ადგილზეა სომხეთი ასევე 11%-ით. ეს ყველაფერი დიდი ალბათობით არის ჰემშინების დამსახურება, ასევე სომხეთის ჩრდილოეთ ტერიტორია იყო ისტორიული ლორე, რომელიც დასახლებული იყო ქართველებით და რომელიც შემდგომში შევიდა სომხეთის შემადგენლობაში. გვარი იცვლება, მაგრამ გენეტიკა არ იცვლება. ძალიან მარტივია. მეხუთე ადგილზე არის აზერბაიჯანი 9%-ით. ძირითადად დასავლეთ აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა გავრცელებული G გენეტიკური კოდი. ამ ტერიტორიაზე იყო ჩვენი ისტორიული პროვინციები, ხალხი ასიმილირდა, მაგრამ გენეტიკა არ ასიმილირდება. შესაბამისად აზერბაიჯანელების 9% არის ქართველი. მეექვსე ადგილზეა გაგიკვირდებათ და იტალია, ასევე 9%-ით. იტალიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ეტრუსკები, იგივე ტიროლელები, რომლებიც არიან ჩვენი მოდგმის. რაც შეეხება ეტრუსკების პირდაპირ შთამომავლებს, ისინი ძირითადად კუნძულ სარდინიაზე, კუნძულ სიცილიაზე და იტალიის ზღვისპირა რეგიონებში ცხოვრობენ დღესაც. ასევე მცირე წილი ალპებშიც ცხოვრობს. მეშვიდე ადგილზე არის მალტა 8%-ით. ამ ყველაფრით მეც გაკვირვებული დავრჩი. მალტა არის კუნძულოვანი სახელმწიფო, როგორც ჩანს ამ ტერიტორიაზე ან სტამბულის ბაზარზე გაყიდული ქართველი ტყვეები მოხვდნენ, ან შესაძლოა ეტრუსკების გავლენაც კი იყოს. მერვე ადგილზე არის კვიპროსი 7%-ით. ეს ყველაფერი ლოგიკურია, რატომ? იმიტომ რომ ხმელთაშუა ზღვისპირეთის კუნძულებზე ქართული გენის მატარებელი ხალხი ოდითგანვე ცხოვრობდა. მეცხრე ადგილზეა საბერძნეთი 6%-ით. ესეც ლოგიკურია, რომ არა კიმერიელი ბერძნების შემოსევა, 6% კი არა, 60-იც შეიძლება ყოფილიყო ამ ტერიტორიაზე G გენეტიკური კოდი. მეათე ადგილზეა არგენტინა 6%-ით. ეს ყველაფერი ალბათ ბევრისთვის გასაოცარიც კი არის. მე-11 ადგილზეა ისრაელი 6%-ით და ამ პროცენტის განსაზღვრელი ფაქტორი სავარაუდოდ არიან ქალდეველები, რომლებიც იყვნენ არიან და იქნებიან ქართული გენის ატარებელი ქართველები. მე-12 ადგილზეა ლიბანი 6%-ით. ლიბანის შემთხვევაშიც ალბათ ტყვეთა სყიდვის და ქალდეველთა გავლენა იქნება ჩემი ვერსიით. მე-13 ადგილზეა ესპანეთი ასევე 6%-ით, რომ არა ქრისტეფორე კოლუმბის თუ სხვათა მოგზაურობა ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე იქნებოდა 16%, ან უფრო მეტი. ესპანეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა ქართული ტომი, იბერიელები და ეს ყველასთვის ცნობილია და დღესაც ესპანეთისა და პორტუგალიის ტერიტორიას ქვია იბერიის ნახევარკუნძული. მე-14 ადგილზეა პორტუგალია, რომელსაც ადრე ერქვა პორტოკალო, კალების ტომი, ერთ-ერთი ვერსიით იყო კოლხური წარმოშობის და ეს ტომი კელტებმა გაანადგურეს, ან მათი ასიმილირება მოხდა კელტურ
გარემოში. მე-15 ადგილზე არის კუბა. ერთ-ერთი ვერსიით კუბა ნიშნავს ძველ ქართულად გამოქვაბულს. თქვენთან მაქვს კითხვა, ამ სიაში რომელი ქვეყნის მოხვედრა გაგიკვირდათ ყველაზე მეტად? ამ ჩამონათვალში მილიონობით ადამიანია, რომელთა შორის 1% იცის მხოლოდ რომ ქართველია. სამწუხაროდ ასეთია ჩვენი მოდგმისა და ქვეყნის ისტორია, ბრძოლით, შრომითა და გამოცანებით სავსე. ამ ყველაფერზე წუწუნი არაფერს მოგვიტანს, წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი ერთად. და რაც მთავარია, ყველა ქართველი ყავს სამშობლოში დასაბრუნებელი. სადაც არის სიკეთე და სიმართლე, იქ არის უფალი და სადაც არის უფალი, იქ არის გამარჯვება. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, უფალმა კეთილ გზაზე გატაროთ მუდამ.